მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. თუ მოგეხსენებათ 50 Cent-ის ახალი დოკუმენტური ფილმი 50 Cent-მა გადაიღო უბრალოდ დოკუმენტური ფილმი Puff Daddy-ზე, რაც საკმაოდ საინტერესოა და ისეთი რაღაცები აქვს გამოყენებული ამ დოკუმენტურ ფილმში, რომ მოდი არ დაგასპოილერებთ რა. მოდი ნახეთ ეგ ფილმი. თუ ნახვა გინდათ, არის ინგლისურენოვანი ვერსია. შეგიძლია ნახოთ 1-2-3 movies.ai, ანუ i. მან შეგიძლიათ ნახოთ. ან შეგიძლიათ თუ რუსულენოვანი გინდათ, ალბათ კინოგოს ექნება გადათარგმნილი და კინოგოზე შეიძლება თავისუფლად ნახვა რუსულენოვნის, მაგრამ ინგლისურენოვანს მე გირჩევთ რა, იმიტომ რომ ბევრად უფრო ემოციურად მარტივად გაიგებთ რაღაცებს, ან თუ ინგლისური კარგად იცით, ან გესმით მაინც, ძალიან კარგი იქნება თუ ნახავთ რა. მოკლედ ამ ვიდეოს გავყოფ ორი ნაწილად რა, ხვალ ვისაუბროთ უშუალოდ ფილმზე რა დოკუმენტურზე ხვალ ვისაუბროთ ხო უშუალოდ დოკუმენტურზე და მაგამდე ვილაპარაკოთ არ ვიცი რა 50 Cent-ის და Puff Daddy-ის დამოკიდებულებაზე და ერთმანეთში როგორ იყვნენ და რატო იყვნენ ეგრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ახლა ვიღაცები იძახიან რომ ძალიან გავჩეო 50-ო ისე ეზიზღებაო Puff Daddy-ო რომ ეს დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც აჩვენებდა თუ რამდენად სუდი ადამიანია Puff Daddy-ო და ანუ არ არის ეგრე მარტივად საქმე რა. 50 Cent-ი ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგა ხოლმე თუ დააკვირდებით მის მოღვაწეობას და იმას და ყოველთვის ისეთ ხალხთან ერთად იყო, რომ ეს ხალხი ასთი თავით მაღლა დგას იმ ხალხზე, ვინც ფულს აკეთებს შოუ ბიზნესში ვიღაცების სიცოცხლის და სიკვდილის და ასე შემდეგ ხარჯზე რა. თვითონ 50 Eminem-ის აღმოჩენა არის, თუ არ იცით, გიცოდით, Eminem-მა აღმოაჩინა და აყენა გზაზე, გადაარჩინა ბევრ რაღაცას, მაგრამ საპასუხოდაც Eminem-ს ქუჩაში რო არც ერთი არავინ არასდროს არ შეხებია, ყველაფერი 50-ის დამსახურებაცაა, იმიტომ რომ 50 იყო, ვინც გენგის წევრი იყო ჩათვალეთ რა. და 9-ჯერ ესროლეს თუ რაღაც. Короче, ერთზე მეტი შუთინგი აქვს გადატანილი რა. თან სუტყვია ხდება, ეგეთი უიღბლო ტიპი არის. იღბლიანი უფრო, იმიტომ რომ ყველგან გადარჩა, მაგრამ ის ხალხი, ვინც მაგას ებრძოდა, ყველა კვდება ხოლმე. 50-ზე ვიბაზროთ რა. უფრო 50-ზე ვიბაზროთ დღეს. 50-ს აქვს ეგეთი ის, ეხა ძალიან გაპოპულარულდა ეს 50 მაგის ხარჯზე რა, მაგ სერიალის ხარჯზე თუ რავი რაცა, მაგ დოკუმენტურის ხარჯზე, მაგრამ ისაც ვიცოდით რაღაცა ინფორმაციები ხალხმა რა, მაგალითად ჟარულმა ერთხელ, короче, გადისა Eminem. Eminem-ს ამაზე დიდი პასუხი ხარ, რო გითხრა რომ გასცაო და რაღაცა ის იყო, არა, პროსტა კარიერა დაამთავრებინა, როგორც ყოველთვის ყველა რეპერს უშვება ხოლმე რა, ანუ არაფერი ზედმეტი არ უქნია, მაგრამ ჟარულის ბიჭები, ჟარულის ბანდის წევრი იყო რა, თან 50-სთან დაპირისპირებული ბანდის წევრები იყვნენ რა. იმიტომ რომ ეხა 50 იყო Queens-ის ბანდაში. და Queens-ის ბანდა ისეთი კომანდა იყო, რომ ყველა ხელგასრული ტიპი იყო რა, ანუ არავინ უმციკლო არ ყოლიათ რა და ერთხელ ფანებში ჟარულის კომანდა ფანებში შეერია Eminem-ს და ყველა იმაზე იჩნდებოდნენ, სადაც Eminem გამოდიოდა და ვითომ ფანები იყვნენ და რაღაც ეტაპზე ეს 50 რო დაამოყამა, 50 რო გაიგო უბრალოდ რომ ჟარული რაღაცას ჩაიჩობდა. მაგ დროს Eminem-ის ხალხი დაახმარა რა და დაუყენა ეს ანუ ფანები ხო იყვნენ და ფანებს გარშემო იდგნენ Queens-ის კომანდა რა, ვინმე რამეს თუ ცდი და ეგრევე მკვდარი იყო რა ყოველი შემთხვევისთვის თავიდან აირი და Eminem-ზე რაღაცა ყოფილიყო და როგორც კი დაამოყამეს ჟარულის კომანდამ ეს ხალხი, ვინც დაინახეს, ვინც ჯობდა რო არ დაინახათ ალბათ, თუ არა, უნდა დაინახათ. თავისთვის ჯობდა რო არ დაინახათ, იმიტომ რომ, короче, თუ პირიქით ჯობდა, ანუ, короче, რო გადარჩნენ იმის ბრალია, რომ ეგენი დაინახეს, რომ მიხვდნენ, რომ აქ არაფერი არ გამოვა, ჩვენ ცოცხლები ვერ გავალთ და ჯობია წავიდეთ რა და Eminem-ი წაიგდეს ირს. არა და Eminem-ზე ხო თან ხვდებით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის, თუ საუკეთესო არა რა, რეპში ზოგადად. მაგრამ თვითონ Eminem-ს არასწორი
დისი არავის მიმართ არ ქონია რა, ესე არ გამოსულა და VLC-ისთვის ტყუილ უბრალოდ არასდროს არ შეუტევია. ეს Puff Daddy-ზე რო ის აქვს ლაინები აქვს დაწერილი, ეგეინც როდის აქვს დაწერილი 12 და 14 წლის წინანდელი ლაინები არის, სადაც Puff Daddy-ს დისავს და რეიპის ძეძახის და ანუ გამპაუტირებელებს, короче. გამპაუ იმ ადამიანს ეძახის, ვინც აუპატიურებს ხალხს. ხო და ეს 50 შეკრულია, რა თქმა უნდა Eminem-თან, რა თქმა უნდა Dre-სთან და ეს კამანდა აქეთ ცალკედ განან რა მაინც. თან თუ დააკვირდებით არასდროს ძალიან არ ერეოდნენ Jay-Z-სთან და ბანდასთან ესენი რა. იმიტომ რომ Jay-Z და კამანდა იქ რაღაცა Jay-Z და Beyoncé-ს ქორწინება კი არა კონტრაქტი აქვთ რა მარტივად რო აგიხსნათ და ეგ იმის გამო აქვთ რომ რაღაცა მეტი ფული ეშოვათ ერთად რა და ეგრეთ გააკეთეს და ძალიან ბევრი ფული აქვთ. და ერთ-ერთი ყველაზე შავი ხალხი არიან, მაგონდ არარასისტულად ვიძახი, უბრალოდ შავი ლაქებით ახსავსე ტიპები არიან Beyoncé-ც და Jay-Z-ც რა. და ეგეთ ხალხს ძალიან ერიდებოდნენ ყოველთვის Dre-ს კამანდა რა. Dre-ს კამანდა ვინ იყო ახლა რა, Ice Cube-თან ჰქონდათ კომუნიკაცია, Tupac-თან ჰქონდათ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა. B.I.G-სთანაც კი ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგრამ ისე ახლოს არ არის, რადგან Tupac-თან უფრო იყვნენ ხოლმე. ესა დასკვნა საბოლოო ჯამში Snoopy და ეს კამანდა ყველა ერთად არიან რა. ვინც რეპერი ცნობილი იცით, უმეტესობა ცალკე მხარეს დგას და Puff Daddy არის აქეთ Jay-Z-სთან ერთად რა. J. Cole-ს და Kendrick-ს ძალიან დიდი ხიპშები ქონიათ დიდისთან, Puff Daddy-სთან, ანუ არ არსებობს რა ისე მედიაში არ არის მედიაში კი არა და რეპში არ არის ისეთი ადამიანები, ვისაც ისე დალაგებული ურთიერთობა ქონდა დიდისთან რა. იმიტომ რომ მაგარი და ისა აი ვიდეოს რო ნახავთ, ვიდეოს კი არა იმ 4 სერიას თუ ნახავთ რა ხვალამდე, აი ხვალ ვილაპარაკოთ იქ რაც ხდება უშუალოდ. რა დონის ისენი აქვს მოყანილი. ხო რა დღესვე ჩავწერ მაგას რა, პროსტა დღეს მინდა ვილაპარაკო უბრალოდ სიტუაციაზე და ახლოებით რა როგორ ხდება იქით რა. ხო რა. ბევრი ისეთი ნივთმტკიცება აქვს 50-ის გამოყენებული ამ დოკუმენტურში, რომ ეგ FBI-ს და პოლიციას რო არ აქვს რა, LAPD-ს და NYPD-ს და ასე შემდეგ რა, ამერიკის ნებისმიერ შტატის პოლიციას არ აქვს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ანდაც ხალხი ყავს შეგზავნილი ვიღაცები და მაგის გამო არიან ეგეთი პრობლემა. Короче. Puff Daddy ძალიან დიდი ის აქვს რა. აქვია მაგას. კონტროლი აქვს ძალიან ბევრ ადამიანზე რა და რა ვიცი, ეგ ფულის გამო რო ხდება, რომ ფულით შეგიძლია ვიღაცები გააჩვენო, ეგ არის ძალიან არასწორი რა. ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი Puff Daddy არის, მაგრამ ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე რა, როგორც ყოველთვის. ეხლა უბრალოდ რამე ისეთი ხო არ მაქვს სათქმელი, რაც შეიძლება იცოდეთ რა. ინფორმაციები რაც დაგჭირდებათ არის ის, რომ B.I.G-ს პროდიუსერი იყო Puff Daddy. B.I.G-ს და Tupac-ს არსაიდან გაეჩითათ რაღაცა ბიფი. მაგ ყველაფერს თუ ვიდეოს ნახავთ, მე ხვალ უკვე სხვა იმით ვილაპარაკოთ რა. მაგრამ მე გირჩევთ რომ ნახოთ. იმიტომ რომ ანუ ეს არ არის რაღაცა რიგითი ადამიანების დოკუმენტური, ანუ რაღაცა უინტერესო დოკუმენტური შეიძლება იყოს პირველი სერია რა. იმიტომ რომ 4 სერია და მაქსიმუმ 4 საათია ჯამში. უბრალოდ პირველი სერია და ბოლო სერია არის უშუალოდ ისეთ ადამიანებზე არის კონცენტრირებული, რომ ეს ადამიანები თქვენ შეიძლება არ იცოდეთ უბრალოდ რა. თუ ძალიან არ ხართ ღრმად ჰიპ-ჰოპში ჩახეთული რა, ხა 26 და ისინი ანუ არ არიან ისეთი ცნობილები თქვენთვის შეიძლება. ვიდრე ჩემთვის, იმიტომ რომ მე რატომაც ძალიან დაინტერესებული ვიყავი ყოველთვის ჰიპ-ჰოპით და ამერიკული მუსიკის ინდუსტრიით რა და დაინტერესებული ვიყავი რა, მომწონდა იქაური მუსიკა უბრალოდ და მანდ გამომდინარე უსმენდი, მაგრამ Puff Daddy და ბავშვობიდან მეძღვევა Puff Daddy. რა თქმა უნდა. მე ვერასდროს ვერ დავინახე მაგ კაცს, ვერც რეპერის ნიჭ, ვერც მომღერლის, ვერც ვერაფრის, მაგრამ რასაც ხელს კიდევდა, ყოველთვის თესლა დაკეთებდა, რომ ეგ ასაღიარებელი, აუწერენ კატას მოვეფერი და ეხა ალერგია მომცა და ცოტა ისე ვარ. და სულ კატის ბეწვები მაქვს და დამერხავსო. ვერ ვიცხოვრებ ერთი დღე. ხო, ნუ დავიკიდოთ ეს ყველაფერი. Короче, 50
50 რა გააკეთა გეტყვით. როდესაც ეს ყველაფერი ჩაწერა, ანუ ეს დოკუმენტური რო გადაიღო და რო დადო Netflix-თან, იქიდან უკვე Netflix-ის ხალხს წინასწარ შეუთანხმდა, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, ეს დოკუმენტური აქედან არ აიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე Netflix დაერხება რა. მაგრამ ისეთი იმით მიდის, რომ ყველა ნახავს იქამდე რომ წაიღონ რა, ხვალვე რო აიღონ, უმეტესობას სოფლიოში მაინც ნახი ექნება. თუ არ გაქვთ ნახი, გეუბნებით რომ აუცილებლად ნახეთ რა. ანუ ეგ არ არის მარტო ის ბაფტიდის ისტორია. ეგ არის როგორ შეიძლება insecure როგორა თავის თავში არადაჯერებული, არა თვით დაჯერებული ადამიანს რა შეიძლება ამდენი ყლეობა შეიძლება რომ გააკეთოს ძალაუფლების გამო და ძალაუფლების სახელით და აი კაროჩე რა. სიკეთის სახელით აკეთებდა ყლეობებს ტიპი, ან მარტივად რო გიხსნათ რა. ხო, ერთი-ორი ამბავი იყო ისეთი, რაც მეც არ ვიცოდი და ეგა გასაკვირი და ეგა აუცილებლად ხაზგასასმელი რა. ერთი-ორი ოღონდ, ბევრი არ იყო, ორი ამბავი იყო, სამი ეგეთი, რაც მე პირველად გავიგე პროსტო. არ ჩნუ აზრი. სად ვიყავი? 50 არის ძალიან კარგი ადამიანი. და 50 თქვა ესეთი სიტყვები უბრალოდ, რომ კაროჩე, ვიღაც ადამიანები რო ცდილობენ რომ ფულით გააჩუმონ ვიღაც ვიქტიმები, ანუ დამნაშავეა მეორე რა და ბლედ, რა ქვია მაგ სიტყვას ქართულად? აი ეს არა მეზიზღება რა ქართული სიტყვები რომ მოვიწყოთ, მაგაზე მეტად არაფერი არ მეიზღება. Publinu victim. Აბა ხა უნდა ვიხსენო, სამ ვერ გავიხსენებ, ვერ გავაგრძელებ. Victim. ტიგ რასოზე იწყება იგი მაინც მახსოვდეს. მსჯავრდებული, რა მსჯავრდებული. მსხვერპლი, ბლედ. აჰა, მსხვერპლი. მსხვერპლი, ანუ რას ვიძახთ. Короче, ფულით როცა ცდილობენ მსხვერპლების გაჩუმებას, მაგ შემთხვევაში ვიღაცამ უნდა გააღოს ის კარები, რომელსაც არავინ არ აღებს და მოდი მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც გააღებს, იმიტომ რომ 50 მიცის რომ 50-ს ვერ შეეხებიან რა, იმიტომ რომ უკან ყავს ის Queen's ბანდა და ის Queen's ბანდა, ეგეთი ბანდა არ არის რაღაცა ეს. რაღაც საძმო, რაღაც იმის. რაღაცა უბნის რა. პროსტა ეს როჟები ხუთი ძმაკაცი არ არიან ეს Queen's ბანდაში რა და ყველგან არ წამოყვებიან საჩხუბრად. ანუ ეგეთი როჟები კი არ არიან, მივიდიან იმაზე საქმეზე არიან, საქმეს აკეთებენ. ბინძურ საქმეს, მაგრამ ეგ საქმეც მე ვფიქრობ, რომ იქ ბანდებს რო სწორად ემოქმედათ, ფავტიდი აქამდე ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო ვაფშე. და ეგ იქნებოდა ყველაზე სწორი და კარგი ნაბიჯი ჩემი აზრით ბანდებისგან, მაგრამ იქაც ორი ბანდა იყო ერთმანეთთან დაპირისპირებული, ბლადსი და მეორე იყო ამა კრიპსი ერქვათ მე მგონი. პაფის ბანდა იყო კრიპსი, ანუ BIG-ის მხარეს იყვნენ კრიპსები და იქით იყვნენ ბლადსი რა. ლურჯი და წითელი ფორმებით ანსხვავებდნენ ერთმანეთს და მაგათ რომ დროზე ბლადს რა, აი თუფაკის მხარეს ვინც იყო, მაგათ რომ დროზე გადაედგათ რაღაც ნაბიჯები, ბევრად უკეთესი იქნებოდა ცხოვრება ვაფშე. ეხლა ბევრი ადამიანისთვის ამერიკაში და ასე შემდეგ. ხო და 50 ეხა სპეციალურად ტიპი იმენა აი მაქსიმალურად ნერვებზე შლის იქ იმას ფავტიდის ციხეში. როგორ რაღაცას აკეთებს იცით? ABC არის ერთადერთი არხი, რომელსაც აჩვენებენ ციხეში ამერიკაში რა. ანუ ერთადერთი ისეთი არხი, რომელიც დაინტერესდა ამ 50-ის ამბით. 50-ის დოკუმენტურით და სხვა არხებს არ მისცა ინტერვიუ და მარტო ABC-ზე იბაზრა, რომ იმას ენახა შიგნით. და ცუდად გამხდარიყო დიდი ალბათობით, ახლა იქნება გაგიჟებული. უკვე გააგზავნეს რაღაც ისე საჩივრები, ცალკე Netflix-ზე, ცალკე 50-ზე, და 50 იძახდა, რომ ლოიერებიო, ჩემი იურისტები მეუბნებოდნენ, რომ 120 მილიონი მაინც დაჯდებოდაო ამ საქმის მოგებაო. ამ 120 მილიონიანი სასრჩელი შეიტანეს ამის წინააღმდეგ. ფავტიდის კომანდამ და
ფილმის გადაღებაზე ძვირიო, დაგვიჯდებაო მაგ საქმის მოგება სასამართლოში იმდენი რაღაცის გადახდა მოგვიწევს. არა 50 რადგან და ლეს დაიგდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ფულის გამო არ ვაკეთებ და არც გავაკეთებდიო, ამას იმის გამო ვაკეთებ, რომ აწი ვიღაცა მსხვერპლიო იქნება, ჩუმად არ იყოსო და ხმაყლა ეგრევე ამოიღოს ხმაო რა. ხო. თუფაკსაც ტენდა მე ეგრე მგონია, რომ ეგეც მაგის ნაჩალჩარი იქნება. რომ ვიღაც გოგო აბრალებდა რეიპს და არ მგონია ეგ მართალი, იმიტომ რომ თუფაკი არ იყო ეგეთი ადამიანი. არ ჩანდა ეგეთი როჟა რა. თუ ვინმე მეტყვის რომ ფავდიდი ხო ჩანდაო, კი, ფავდიდი ჩანდა ბოდში. просто, ну ფავდიდი ახლა გაპოპულარულდა ქართველებში რა. ანუ საქართველოში ახლახანს გავიგეთ, ახლახანს გავიგეთ ვინ არის ფავდიდი არა და ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი ის იყო, თავი იყო ყოველთვის. რაც მე დავიბადე ყოველ შემთხვევაში 97-ში და 18-ში ისეთ საქმეებს აკეთებდა, რომ მაგარი როჟა იყო ახლა და გინდა არ გინდა მაგასთან ყველას უნდოდა რა რაღაც საქმე რო გადაკვეთოდა, მაგრამ მე როგორც გაირკვა აი ვიდეოებში რა, იმ დოკუმენტურში რასაც ნახავთ, თუ ნახავთ ხვალამდე, ეგ ხვალ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ხო, წესთ ახლა მეტი ისეთი არაფერი არ მაქვს, რა თქმა უნდა. ნუ 50 ცენტის დამოკიდებულება იცით, 50 ცენტი რაზე არის გაღიზიანებული, 50 ცენტი რის გამო აკეთებს ამ ყველაფერს, ეგრე შეიძლება ის იყოს რა, თავიდან იფიქროთ, რომ ეზიზღება და შურს და ეგეთი ვარიანტები, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ეგ ყველაფერი ხდებოდეს, იმიტომ რომ 50-ს ბევრად მეტი ფული აქვს იმას. ზიზღი კიდე გამოწეული ალბათ იმისგან არის, რომ ეგეთ რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ თუ მაინც ეგეთ რაღაცა პირად ურთიერთობაში თუ შეიძლება და სადმე შეზიზღებოდა, იყო ის, რომ ყვავილები გაუგზავნა 50-ს თავის დროზე დიდიმ. просто. ერთხელ უთხრა, რომ წამოდიო საყიდლებზეო ჩემთან ერთად და კაროჩე ამას ეგონა რომ გეი იყო. ეგონა რა, ნუ მე დაუდასტურდა ალბათ, მაგრამ კაროჩე ყველანაირად დაიკიდა ყველაფერი რა 50. და ჩათვალეთ რომ მაგ ყველაფრის გამო არის გაბრაზებული და გაღიზიანებული. და სხვათა შორის 50-ს გაუგზავნეს ახლა ისევ თავიდან რა ქვია იმას. დაკრძალვისთვის გამზადებული ყვავილები გაუგზავნა 50-ს დიდიმ. და ამის ედიტორსაც აშანტაჟებდნენ, სისხლიან და ტყუიან წერილებს უგზავნიდნენ. მაგრამ ნუ ანონიმურ წერილებს რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ ქნეს. და თუ მაინდა-მაინც ბანდების ომი დაიწყება, 50-ს ბანდას უკეთესი კვერცხები აქვს რა. ისინი უფრო პროჭები არიან, მაგრამ ამათ ყველაზე კიდეც პროჯობა. ეგრევე მოკლავენ. გარჩე ზედმეტ სიტყვებს არ ლაპარაკებენ რა ვიღაცებს. და უფრო მარტივად გადაწყდება რა. დასაბრედი უნდა დაიბრიდოს. მე ეგრევე ვფიქრობ, ახლა თავის დროზე რომ ვიღაცას ფავდიდი მოეკლა, იმდენი ადამიანი გადარჩებოდა რაღაც ტრაუმებს, რომ ყველა უკეთესად იქნებოდა. ახლა ნახევარი შოუ ბიზნესი შეიძლება ყვერებით ყავს დაჭერილი დიდის, იმიტომ რომ რაღაც ვიდეოები ყავდა, აქვს სადაც წამლავდა და დრაგის მერე აუპატიურებდა. ხოდა ეგ არის და ეგ. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, იქამდე კი გირჩევთ, რომ იმას უკნათ, იმას უყუროთ, იმ ვიდეოს, აუცილებლად თან. ვიდეოს არა, იმ დოკუმენტურს. კაროჩე. და ხვალ უკვე ეხლა გადავიღებ ხვალისთვის უკვე გადავიღებ უკვე იმას უშუალოდ ამ 4 სერიაში რა არის ასახული, რამდენად სწორია, რამდენად რეალურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქამდე კი კარგად გამდროდეთ. ხვალ გნახავთ, საშინაო დავალება რომ მოგეცით, თუ შეიძლება შესრულებული დამახვედრეთ ხვალ.